ეს სოფელ კარდენახის კულტურის სახლია. დღემდე სოფელში მხოლოდ შენობის კედლების შემორჩა, სხვა დანარჩენი მოიპარეს. ერთ დროს აქტიური კულტურული ცენტრი დღეს ნაგავსაყრელად და საპირფარეშოთ აქცეული. თუმცა ცეცხლის კვალი, ეს ლუდით სავსე ჭიქა და კედელზე დატოვებული წარწერები მიგვანიშნებს, რომ შენობა ადგილობრივებისთვის თავშეყრის ადგილად მაინც რჩება. ანალოგიურ მდგომარეობაშია სოფელ კოლაგის კულტურის სახლიც. აი ამ შენობაში დაწყებიდან დამთავრებამდე კარგი ამბავი მიდიოდა, კინოც მიდიოდა, კონცერტებიც იყო, თბილისიდანაც ჩამოდიოდნენ გივი ბერიკაშვილთან ერთად მსახიობები, გაწყობილი სკამები იყო, აი იქ მაღლა კინოკამერა იყო, კაი დისკოტეკებიც იყო, ყველაფერი კარგი იყო. საკონდიტრო და საბანკეტო დარბაზია გახსნილი სოფელ შაშიანის კულტურის სახლში. საბანკეტო დარბაზი გაიხსნება მალე ვეჯინში და მუკუზანში მდებარე კულტურის სახლებში. მუკუზანში შენობის ერთ ნაწილში უკვე განთავსებულია ლუდის ბარი. კერძო პირზეა გადაცემული სოფელ ჭანდრის კულტურის სახლიც. ეს სოფელი ვაჩნაძიანია. ისეთი დარბაზი იყო, ეხლა ამ აოხრებულს რომ ხედავთ, რომ აქ შემოსვლა სიცოცხლე იყო. ბილეთების შეძენაზე უკვე პროტექციაც კი იყო საჭირო. აი ძალიან გადატვირთული იყო. კულტურის სახლი, რომელშიც ადგილობრივების თქმით ყველა ღონისძიება ანშლაგით ტარდებოდა, დღეს დანგრეულია და უფუნქციოდაა დარჩენილი. იმ ავბედით დღეს, როცა ის წარღვნა მოხდა და ეპიცენტრი იყო ვაჩნაძიანი, აი ამ კულტსახლს რამოდენიმე ჟეშტი ჰქონდა ახდილი და დაბლაეგდო. ბატონ მერაბიშვილმა ბრძანება გასცა, რომ მიეცით ხალხს წაიღონო და ამ ხალხს რა უნდათ გენაცვალე. ყვავებივით მთელი სოფელი წამოასხდა კრიშაზე, ჟეშტი ცალკე ახადეს, ის ფიცრები, მერე მოჰყვა, აგური დასჭირდათ, აგური წაიღეს, მოხსნეს, კიბის საფეხურები, რაზეც ხელი მეუწვდებოდა, ყველაფერი წაიღეს. შედარებით კარგად არის შემონახული სოფელ ვაზისუბნის კულტურის სახლი, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ამ სცენაზე უკვე დიდი ხანია ფეხი არავის დაუდგამს. ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ბაკურცეხის კულტურის სახლს, რომლისთვისაც ჯამში 1,945,000 ლარია გამოყოფილი. მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი სოფელ ახაშენში. სუყოელთის ბევრი ხალხი იყო, სუყოელთის და განსაკუთრებით ივერიაზეც ბევრი ხალხი იყო, ამ ორერაზეც ბევრი ხალხი იყო და განსაკუთრებით მახსოვს კიდე ის რო იყო, რა ქვია, მედიატიციკური. ეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე კულტურის სახლია, უпростоრად ის რაც მისგან დარჩა. ისედაც დანგრეული შენობა რამდენიმე წლის წინ დაიწვა. ის რაც ხანძარს გადაურჩა მოიპარეს, ერთადერთი რამაც აქ დროს გაუძლო, ეს აფიშაა. რაც კი ნახავს, ვეღარ ნახავ.